გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს ტელერაუნდში. და ჩვენი ტრადიციის ამებ უპირველესად შევეხოთ მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებს. გახსოვთ ალბათ ასეთი რუსული სიმღერა. უნდა თუ არა რუსებს ომი. მე არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად ჟღერდა ეს გულში ჩამწდომი მელოდია, მაგრამ რუსებთან ომი რომ ხუმრობა არ არის, ეს ჯერ კიდევ დიდმა მხედარ მთავარმა ნაპოლეონმა გამოსცადა. ხოლო შემდეგ ფაშიზმის მამა მთავარმა ჰიტლერმა თავად იწვია. ომის შემდგომ პერიოდში რუსებთან ომი ვეღარავინ გაბედა. ვერ გაბედვა ისეთმა სუპერ სახელმწიფომაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და მხოლოდ ცივ ომს დასჯერდა. რუსებისაგან თავის ბუნაგში ღრმად გამომწყდეული აღმოჩნდა ჩინური ლომიც, რომელიც ჩაყლაპით ემუქრებოდა მსოფლიოს. და მხოლოდ ერთმა მსოფლიო რუკისათვის შეუმჩნეველმა და უცნობმა წერტილმა ჩეჩნეთმა გაბედა იარაღით აღემართა თეთრი დათვის წინააღმდეგ. პარადოქსია, აგერ უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ტელეეკრანებიდან და პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის ჩეჩნეთის ომის თემა. რას ნიშნავს ჩეჩნებისათვის ეს ომი? რა შეიძლება მოუტანოს მან ჩეჩენ ხალხს? გაზეთ არგუმენტი ფაქტისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩეჩენთა ლიდერმა დუდაევმა თვით დაჯერებით განაცხადა: ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს. ელცინს გროზნოში ჩამოვიყვანთ და იქ გავასამართლებთ. ფანატიზმი ალბათ ამაზე შორს ვერ წავა. დიდი სურვილით რომ გქონდეს ელცინს გროზნოში ჩამოვიდეს და იქ დაელოდოს საპრობილეში თავის განაჩენს, ამას ვერ მოახერხებს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გროზნო აღარ არსებობს. ის აღგვილია ისეგან მიწისა. და უფრო მეტიც, თვით ჩეჩენი მხედართმთავარი და მისი ამალა ებოდება განაჩენს რუსებისაგან შორს მთებში მიწვეული. რას ნიშნავს რუსებისათვის ეს ომი? ამავე გაზეთში არგუმენტი ფაქტი მაქვს მხედველობაში რუსეთის ფედერალური დაზვერვის ბიუროს უფროსმა სტეპანიშვილმა არაურაზნო უნდა თქვა. ჩვენ არ დავუშვებთ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, რომელიც შემდგომ მაგალითი გახდება ფედერაციაში შემავალი სხვა რესპუბლიკებისათვის. ეს რომ ნიშნავს რუსეთის დაშლას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მას რისთვის იბრძვის რუსეთი ასეთი თავგამოდებითა და სისასტიკით? რუსებისათვის ეს ომი არის თვალსაჩინო გაკვეთილი პატარებისა და მოზარდებისათვის. მხედველობაში მაქვს დამოუკიდებლობა მიღწეული და დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი რესპუბლიკები, რომელთაც თუ ეს სურვილი არ გაუქრებათ, არ დაივიწყონ ჩეჩნეთი. ერთ-ერთმა რუსმა მოქალაქემ ელცინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი წერდა: დიქტატორი სტალინი უფრო მობიერი და ჰუმანური აღმოჩნდა ჩეჩნებთან ურთიერთობაში, ვიდრე თქვენ. სტალინი მხოლოდ ასახლებდა ჩეჩნებს, თქვენ კი ხოცავთ. ეს არაადამიანური აქტია. მაგრამ როგორც ჩანს, ელცინს ამ წერილის შემდეგაც არ შეუწყვეტია ომი ჩეჩნების კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. ჩვენთვის, ქართველებისათვის, რას ნიშნავს ეს ომი? ჩვენი მოსწავლეს ვგავართ, რომელმაც გააცდინა რუსული გაკვეთილი, რაც გაცილებით შეიძლება ძვირი დავждომოდა ვიდრე ჩეჩნებს. რუსეთი ისეთმა მრისხანე სიტყვამ გროზნომაც არ შეეშინა და ასე თბილი მინორული თბილისი მათთვის არ უნდა ყოფილიყო მიუღწეველი. ჩვენ კი კინოფილმ ბაშიაჩუკის გმირი ქალის არ იყოს, ჯერა რაღაც ავგაროზისა, ჯადოსი, რომელმაც ჩვენ გვიხსნა ამ კატასტროფისაგან. და ამ ავგაროზში ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს. მაგრამ უნდა გვავიწყდება, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ თუ გაბედა ხმა მოეღო ჩეჩნეთის ტრაგედიაზე და ისიც რუსეთის შინაურულ საქმედ ჩათვალეს, ხოლო აფხაზეთსა და ოსეთზე კი მათ შინაურულად გაკიცხეს და მხოლოდ გაკითხეს რუსეთი. და ვივიწყებთ იმასაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა ღირსეულმა თანამემამულებმა და პირველმა სამხედრო ამერიკის შეერთებულ შტატებში მალხაზ შალიკაშვილმა გასაგებად გითხრა: თუ რუსებს აქვთ ბაზა საქართველოში, სამხედრო ბაზაზე ლაპარაკი,
ეს რუსეთისა და საქართველოს შინაურული საქმეა. უნდა თუ არა რუსებს ომი. ომი რა თქმა უნდა არ უნდათ, არც რუსებს. მაგრამ ეს არა მთავარი. მთავარი რომ ღმერთმა ყველა საშოროს ომი რუსეთთან. რუსეთთან ჩვენზე ასჯერ მაძღარ, მაგრამ სოფლიოსათვის მშიერ და საშიშ რუსეთთან. რუსეთთან ყველა პოლიტიკოსი მაინც მშვიდობიან ურთიერთობას არჩევს. ნიშანდობლივია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლის თავზე მოსკოვში ბორის ელცინს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ომის დამთავრების ზეიმზე და ეს მაშინ, როცა ომი ჩეჩნეთში დღესაც გრძელდება. რას აკეთებს ამჟამად ელცინი? ამ ფოტოზე ხედავთ, იგი პირდაპირ საბანაო აუზიდან ელაპარაკება ტელეფონით თავის მეგობარს, ამერიკის პრეზიდენტს კლინტონს. დიახ, ეს ფოტო დოკუმენტურია, ნამდვილი. ნამდვილია ფონზე აღბეჭდილი რამაზმანისა და ცხოველთა მეფის გამოსახულებაც. აუზიც ოღონდ, აუზში რომ კაცს ხედავთ, დისტანციური ტელეფონით, ეს ელცინი არ გახლავთ. ეს ელცინის ორეულია. ქალაქ ტაგანროგში მცხოვრები ალექსანდრე თევდორეზე სკოროხოვი. 1990 წელს გაზეთმა კომსომოლსკაია პრავდამ გამოაცხადა ორეულობის კონკურსი. ელცინის 28 ორეულის შორის ის პირველი ლაურეატი გახდა. სკოროხოვ ელცინს არაერთი სიურპრიზი ელოდა მოსკოვში, წითელ მოედანზე. ელცინი მიაბიჯებს რეიგანის ორეულთან ერთად. რეიგანს პალტოს ღილი ასწდა. დასაკერებლად უახლოეს ატელიეში შევიდნენ. მობრძანდით ბორის ნიკოლაევიჩ შეეგრებენ გოგონები და რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტს ღილი უფასოდ დაუგერეს. ხოლო მწერალი სოლჟენიცინი მანამდე ელაპარაკებოდა სკოროხოვს, როგორც ელცინს, ვიდრე ორეული არ გამოუხდა, რომ იგი არ იყო ელცინი. ამრიგად, თუ ქუჩაში შეგხვდეთ ეს კაცი, რა თქმა უნდა, იგი საბანაო კოსტუმით არ იქნება. იგი ელცინის ორეულია. იმედი მაქვს, თქვენ არ შეცდებით. მაგრამ საეჭვო არ შეცდნენ გენერალ დუდაევის აგენტები. არ დააპატიმრონ ეს უწყინარი კაცი ელცინის მაგივრად და გროზნოში არ გაასამართლონ. როგორი საქართველო უნდა ედუარდ შევარდნაძეს და როგორი საქართველო გვინდა ჩვენ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტს წარუდგინა საკონსტიტუციო კომისიის პროექტი საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. ამ პროექტის მიხედვით საქართველოს მართვა-გამგეობის ფორმით არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. სახელმწიფო წყობილების ფორმის მიხედვით ასიმეტრიული ფედერაციული სახელმწიფო. საქართველოს პარლამენტი ორპალატიანია. საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა ქვედაპალატა, ანუ რესპუბლიკის საბჭო, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით. ხოლო ზედაპალატა, ანუ სენატი, აირჩევა 6 წლის ვადით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებისგან. მათ შორის აფხაზეთიდან, ცხინვალის თვითმმართველი ოლქიდან და მხარეებიდან. პარლამენტის ორივე პალატა ირჩევს თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და მდივანს. რესპუბლიკის პრეზიდენტი პროექტის მიხედვით არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც აირჩევა პირდაპირ საარჩევნო წესით 5 წლის ვადით, მხოლოდ 2 ჯერ. რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრის მოადგილეებს, მინისტრთა კაბინეტს. პრეზიდენტის უფლებებში შედის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გათავისუფლებაც. პრეზიდენტი ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გუბერნატორებს, გამგებლებს რაიონის და ქალაქის მერებს. იგი უფლებამოსილი აგრეთვე გაათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც. პარლამენტში პრეზიდენტი საერთოდ არის საქართველოს სამხედრო უმაღლესი მთავარსარდალიც. წარმოდგენილია პრეზიდენტის იმპიჩმენტიც მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. სენატის მიერ თუ კი რა თქმა უნდა ამის საჭიროება იქნება. ამრიგად პროექტის მიხედვით მომავალი საქართველო
ფედერაციული რესპუბლიკის სუბიექტებია: აფხაზეთი, აჭარა, ცხინვალის თვითმმართველი ოლქი და მხარეები. ამ პროექტმა, როგორც მოგეხსენებათ, როგორც გაზეთი რეზონანსი წერს და რასაც უწოდებს მას, ეს არის შევარდნაძის კონსტიტუცია. ეს და საერთოდ ამან საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოიწვია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღება დაუშვებელია. იგი ითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს თეორიული წყობილების გაუმართლებას და პრაქტიკულად მიზანს შეუწყვეტად მიაჩნიათ. მათი აზრით, ფორმით ასიმეტრიული ფედერაცია და შინაარსით უკიდურესად დეცენტრალიზებული სახელმწიფო განწირულია მუდმივი შინააშლილობისათვის. ზოგიერთი პარლამენტარის აზრით კი ეს გამოიწვევს სეპარატიზმს, კუთხურობას, რაც საბოლოოდ საქართველოს მიიყვანს დაშლამდე. და ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის ბედი საბოლოოდ გადაწყდებოდეს, ჩვენ კონსტიტუციის ამ პროექტის მოწინააღმდეგეთა ვარაუდი ასე წარმოვიდგინებთ. ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკა 2015 წელს ძირფასო მეგობრებო, მოგესალმებით საინფორმაციო მუსიკალური პროგრამა დალიონის რედაქციის სახელით და ვისწრაფ ჩვენს მორიგ გადაცემას. დღეს 9 ივნისია 2015 წლის. მოისმინეთ საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის, ანუ ფერგეს ახალი ამბები. გუშინ ზუგდიდში გაიმართა 13 მხრივი მოლაპარაკება საქართველოს ფედერაციულ რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის. ტოლმილების დაბრუნების თაობაზე. აღინიშნა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე აფხაზეთში თავის მშობლიურ მიწაზე დაბრუნდა 219 ქართველი ტოლმილი, რომელთაგან ნახევარი გარდაიცვალა ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის გამო. ნაწილი ბოერიკებს შემოაწყდათ შელაპარაკების ნიადაგზე. ამჟამად შევსებულია ანკეტები კიდევ 19 ტოლმილზე, რომელთაც არ შეუძლიათ იარაღის დარება, თოხის დარება და ჯოხის დარება. მაგრამ როგორც სააგენტო ნუც გაფრინდების კორესპონდენტი გვატყობინებს, ტოლმილთა ნაწილს საქართველოში ვეღარ პოულობენ, ვინც დარჩა უარს ამბობს აფხაზეთში დაბრუნებაზე. საქართველოს მთავრობა ღებულობს ყველა ზომას ტოლმილთა დასაჭერად და მშობლიურ აფხაზეთში იძულებით დასაბრუნებლად. დღეს აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს ფედერაციულ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ნიხასოს სახელმწიფოს შორის. გადაწყდა აღდგეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა. ნიხასოს რესპუბლიკა საქართველოს გამოუგზავნის ოსურლუსსა და ხაჭაპურს, ხოლო საქართველო ნიხასოს რესპუბლიკას მოამარაგებს ომების პასტით, ბარტერული წესით. დღეს გურიის თავდაცვის მინისტრმა ჰოლანდმა მიიღო სამეგრელოს თავდაცვის მინისტრი კუცია და საუბარი ჰქონდა მასთან. მხარეები შეთანხმდნენ სასაწყო ჯარების ერთობლივი წოთქმის თაობაზე. ორინის კახეთის ელჩმა ტოკელიშვილმა ქართლის რეგიონში წუნების სიგელები გადასცა შიგა ქართლის გუბერნატორს ჯვარიძეს. შიგა ქართლის გუბერნატორმა ყინწში გამართა სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად. რაჭის სამთავრობო კომისიამ დაასრულა მუშაობა რაჭის კონსტიტუციის თაობაზე. კონსტიტუცია ითვალისწინებს რაჭის ფედერაციულ მოწყობას ამბროლაურისა და ომის ოლქების პრიორიტეტების გათვალისწინებით. სვანეთში უკვე იბეჭდება და ბალეხმარებაში შემოვა სვანური ფულის ერთეული უშბლარი. ცნობისათვის, 1 ამერიკული დოლარი უდრის 1 ტრილიონ უშბლარს. გადასცა დღევანდელი პრესის მიმოხილვას. გამოვიდა გაზეთ ფერგეს ექსპრეს მოვიდი ნომერი. მოწინავე წერილში ძირს ხონდა, რედაქცია იმედს გამოთქვამს, რომ კვლავ ხდება კანონიერი ხელისუფლება და საქართველო მიიღებს დამოუკიდებლობას. ქარელის რაიონული გაზეთის სამრეკლო წერს, რომ გუშინ გაიფიცნენ ქარელის საშუალო სკოლების პედაგოგები, რომლებსაც არ მიუღიათ 6 თვის ხელფასი. ადგილობრივი ორგანოები დაპირდნენ, რომ თხოვნას დააკმაყოფილებენ, როგორც კი ბიუჯეტში ექნებათ ფული. 15 ივნისიდან დაინიშნა ახალი საჰაერო რეისები: პატიური ბოსტონი, ლექსი
ცხინვარი ვლადიკავკაზი, ქარელი ქაირო, ბილეთები კიდევ სავაროებში. თქვენ მოისმინეთ ახალი ამბები, ეხლა კი მუსიკა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია 2015 წლიდან ისევ ჩვენ დროს უნდა დაუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც ცხოვრების საბჭოური წესი გაქრა საბჭოთა ტერიტორიული სივრციდან, საქართველოში ცხოვრების ამერიკული წესი იკიდებსებს. გამონაკლისი არც ქარელელები ვართ და გვინდა არ გვინდა, ჩვენც თანდათან გვახლოვდებით ამერიკას. რადგანაც ყველაზე მეტად ამერიკული ცხოვრების სტილი ქარელის რაიონის დიასახლისებმა იქცნეს. ცნობილია, რომ დედამიწის ნახევარსფეროებზე პოლარული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როცა ჩვენთან ღამდება, ამერიკაში თემდება და შესაბამისად, როცა ჩვენ ვიძინებთ, ამერიკელები იღვიძებენ. აი გასულ შემოდგომა ზამთრისა და გაზაფხულზე ეს პარიტეტი აღდგა. იმის გამო, რომ ელექტროენერგია ქარელში თითქმის მხოლოდ ღამით მოდიოდა, ჩვენი ქალები მამაკაცთა პროტესტის მიუხედავად იძულებული იყვნენ ღამე ფეხზე მდგარიდნენ, რომ გაერეცხათ, საჭმელი გაეკეთებინათ. ამის გამო ჩვენი ქალები ცოტა ნერვიულები გახდნენ, მაგრამ თქვენც ხომ უნდა გაუგოთ მამაკაცებს. ისინიც ხომ ნერვიულობენ თქვენზე და თქვენზე ლამაზ სიზღვრებს ხედავენ. დამახტლა იქნებ განამასდეს საერთოდ ჩვენი ცხოვრება. ახლა ცოტა ელექტროენერგია გამოსწორდა. არის ამის შთამბეჭდავი პერსპექტივებიც. ქარელში უხად არის ბუნებრივი რესურსები ენერგოსისტემების მოსაწყობად. მათ შორის უხად გვაქვს ენერგომატარებელი მდინარეები. ქარელს არაკლია ქარი, რომელიც როგორც ცნობილია, ელექტროსადგურებსაც კი ამუშავებს. თურმე ნუეტრი და ნაგავიც კი გამოიყენება ელექტროენერგიის ო ენერგიის მისაღებად. თუ ამაზე მიდგება საქმე, ქარელში ნაგავი იმდენი აღმოჩნდება, დნეპრის ელსადგურის ტურბინებსაც კი დავატრიალებთ. კიდევ რითი ვაძავთ ამერიკელებს? ქარელელები, ნამდვილი ფერმერები ვართ. აი ფერმები გვაქვს, მაგრამ არ ვიცით ვისია და საერთოდ ვინ პატრონობს მათ. და არის ერთი საიდუმლოებაც, რომელიც ამერიკელებმა ნამდვილად არ იციან. აბა ამერიკელები შეძლებენ, რომ 3 ცენტნერი დათესო ყურბალიდან მხოლოდ 1 ცენტნერი მიიღო. თუ ჩვენ გამოცდილებას ამით გაიზიარებენ, ეს ალბათ ცუდი არ იქნება მათთვის. აი ერთ რამეში საბაზრო ეკონომიკის მოწყობაში და ფორმებში ვერ დავეთანხმებთ ამერიკელებს. აი ისინი საბაზრო ეკონომიკას საერთოდ პროდუქციის გამოშვებაზე, წარმოებაზე აგებენ. აი ჩვენ პირიქით, ჩვენთვის მაგალითად საბაზრო ეკონომიკა რომ ვიყიდით თბილისში რაიმე პროდუქციას, თქვათ კარაქს და გავყიდით ქარელში. ან ვიყიდით სიგარეტს, თქვათ ასტრას თბილისში და გავყიდით ქარელში. რა თქმა უნდა, უფრო ძვირად. მასზე არც რომ აიხარჯება იმდენი და არც ელექტროენერგია. ჩვენ კი რა გვაქვს საფიქრალი? სხვა მხრივ ყველაფრით ამერიკელებს ვაძავთ. ამერიკულ სიგარეტსაც ვეწევით, ამერიკული მანქანებსაც დავსეირნებთ. ამერიკულ ვიდეო ფილმებსაც მშვენივრად ვუყურებთ და ყავს ჩვენი ზანგიც. უნიჭა. All the guys try to own her ends. All the guys want the one night stand. They all stay when she's around. I'm so proud how she puts them down. She don't let nobody know, no. She don't let nobody but me. ხუმრობ
მცდელობა იქით იყოს და ქარელელებს მართლაც აქვს სერიოზული საქმიანი კონტაქტები უცხოეთის სახელმწიფოებთან. ამაში თქვენ დარწმუნდებით ჩვენი შემდგომი სიუჟეტის ნახვისას. მაყურებლებო, ჩვენ მივყვებით ნოდარ კობახიძის ეზოში, ამ ფერწერულ ეზოში ასე ვთქვათ. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ანო და ნანა კობახიძეებს, თქვენ ალბათ კარგად იცნობთ მათ. ჩვენი პედაგოგები არიან, რა თქმა უნდა, ქარელელები, გერმანული ენის სპეციალისტები. ახლა ჩვენი მიზანი ამჯერად სწორედ ეს არის, რომ აი ამ ენასთან, გერმანიასთან და შვეიცარიასთან, არა, ნანა, ურთიერთობის შესახებ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ურთიერთობა გაქვთ ამ ქვეყნებთან, ადამიანებთან, გერმანულ ენასთან და ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენს მაყურებლებსაც გაუზიარებთ თქვენ შთაბეჭდილებას. და პირველ რიგში მინდა გითხოთ, ნანა, აი როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა? აი თქვენ როგორ გახდით გერმანელი, ასე ვთქვათ? ურთიერთობა დაიწყო მე მგონი ეს იყო 1986 წელს თუ არ ვცდები, როდესაც მეორე კურსი დავამთავრე. თბილისის უნივერსიტეტს და იენის უნივერსიტეტს ჰქონდა კონტაქტი დადებული. იენის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ოჯახებით ისვენებდნენ საქართველოში და ასევე თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გერმანიაში. იმჯერად ჩამოდიოდნენ იენიდან და თხოვა ჩემმა ლექტორმა, რომ თარჯიმანება გამეწია მათთვის. მე ცოტა მშიშარა მარტო ვერ წავედი, ჩემთან დავიყვანე. მithumetat უფრო გამოცდილი იყო, უკვე მე-4 თუ მე-5 კურსზე იყო არ მახსოვს და დამთავრებული. არ მახსოვს. ერთი კვირა გავატარებ თბილისში, ვაჩვენე დღის შესანიშნაობები თბილისისა და 2 კვირა ბათუმში, ერთად დავისვენეთ. ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი გერმანელებთან. თქვენ თარჯიმნობას უწევდით გერმანელებს, რომლებიც ხვდებოდნენ ოჯახებს, ალბათ ორგანიზაციებთან, შეიძლება სადღაც საინტერესო იყო ეს. შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი დამოკიდებულება აი სწორედ ამ გერმანელებთან და შემდეგ როგორც მე ვიცი, უკვე შვეიცარიელებთან, მაგრამ ჯერ გერმანელებზე ვისაუბრეთ. შემდეგ იმ ოჯახებიდან ერთ-ერთი ჩვენი ტოლი იყო ვოლფგანგი, რომელსაც მიწერ-მოწერა გავაგზავნეთ. მიწერ-მოწერას ანუ აწარმოებდა მე უფრო ზარმაცი ვარ. და წლების მანძილზე რამდენიმე წელი გაგრძელდა ეს მიწერ-მოწერა. მანამ სანამ კიდევ არ შევხვდით იმას, ვოლფგანგს. ეხლა შვეიცარიელებზე. შვეიცარიელებთან ურთიერთობა მე-4 კურსზე ვიყავი, რომ დაიწყო თბილისში ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი. კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ასე მახსოვს, იდრიარტი ერქვა. ჩამოსულები იყვნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი იყო და უნივერსიტეტიდან გაგვაგზავნეს სტუდენტები თარჯიმნებად. იქ გავიცანით ჩვენი კრაიერები, ეს არის მათი გვარი, შვეიცარიელები, რომლებმაც მერე შემოგთავაზეს გამოთქვეს სურვილი, რომ ხوار გექნებოდა სურვილი გვესწავლა შვეიცარიაში. ჩვენთვის ეს ცოტა უცნაური იყო, გაგვიკვირდა, მაგრამ დავეთანხმეთ. და მე და ჩემ მეგობარს ასმაც მოგვიწია ბედნა გაგვიღიმა და მოგვიწია შვეიცარიაში სწავლა 1 წელი ციურიხის უნივერსიტეტში. თქვენ სწავლობდით 1 წელი ციურიხის უნივერსიტეტში. რა შთაბეჭდილებები დაბრუნდით იქიდან? აი სწავლის პერიოდი როგორ დაგამახსოვრდათ? მაინც აი თვით აი სახალგაზრდობა თქვენი თანატოლები როგორ იყო თქვენ? ენის მხრივ თავისთავად ცხადია, წინ წავიწიე და უფრო მნიშვნელოვნად კიდე მიმაჩნია, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, იმიტომ რომ დამოუკიდებლად თითქმის არსად არ ყოფილვარ, ყოველთვის ოჯახზე ვიყავი მიჯაჭვული და ეს პირველი ნაბიჯი იყო ჩემთვის, რომ რაღაცა დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. ეს იქნებ თვითონ მეწარმოებინა ჩემი ცხოვრება და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. მე კიდევ ის რომ ძალიან საყვარელი და კარგი ხალხი შევიძინე. ახლობლებად ვიმოთ. მე როგორც ვიცი, ანოც იმყოფებოდა შვეიცარიაში რა? თუ გერმანიაში? შვეიცარიაში. გერმანიაში. აი გიმნაზიაში ქონდათ ურთიერთობა. თუ რამდენიმე სიტყვას გვეტყვით, აი რა იყო იქ საინტერესო? როგორ წავედი საინტერესო.
ბონში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება გერმანულის მასწავლებლებს მთელ მსოფლიოში, მე მგონი ევროპისა და ამერიკის და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს და მით არის ანკეტებს აგზავნის ამ ქვეყნებში და უნდა შეივსოს ის ანკეტები და მე არ ვიცი თვითონ არჩევენ ვინ წავიდეს და ვინ არ წავიდეს და ის ანკეტები შევავსე, ის ანკეტები ჩემო მეგობრებმა გამომიგზავნეს და რა ვიცი რაღაცნაირად როგორც თქვა ბედმა გამეყიმა და წავედი გიმნაზიაში. მთლიანად თვითონ აფინანსებს ის ორგანიზაცია. ვიყავი საარლუია ასეთი ქალაქია, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვარზეა. ხოდა ერთ-ერთი ძალიან კარგი გიმნაზია, ცნობილია მთელ საარლანდში. რობერტ შუმანის სახელობის გიმნაზია. რობერტ შუმანი საფრანგეთის საგარეო მინისტრი რო იყო, ის კომპოზიტორის სახელს არ ატარებს, იმის სახელს ატარებს და იქ ვიყავი ერთი თვე, 3 კვირა ზუსტად და რა ვიცი რა არის საინტერესო, ძალიან ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ძალიან და ბევრი რამე მომცა, ბევრი რამე ვისწავლე. ძალიან კარგი. მე ისიც ვიცი რომ შემდგომ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა უკვე როგორც შვეიცარიელების, ასევე გერმანელების ოჯახებისა. ისიც ცნობილი არის პრესის საშუალებით იციან ქართველებმა რომ ისინი სტუმრობდნენ თქვენთან იყვნენ რამდენჯერმე სტუმრად. ეს ტრადიცია ვიცი რომ ახლაც გრძელდება და მე მინდა აი მათ სტუმრობის შესახებ პირველად რომ ჩამოვიდენ თქვენთან, თქვენს ოჯახში და შემდეგ ქარელის რაიონში ვიცი რომ დაათვალიერეს მათ საინტერესო ადგილები, გაიცნეს ქარელელი ხალხი. აი როგორი იყო მათი შთაბეჭდილება ქარელში ჩამოსვლისას და ქარელელ ადამიანებზე და ქართველებზე საერთოდ? კონკრეტულად ქარელელებზე რა აზრის არიან ვერ გეტყვით. მაგრამ მათთან ურთიერთობით მივხვდი რომ ძალიან შეუყვარდათ საქართველო. იცით რაც საქართველოს დაუკავშირდნენ იმის შემდეგ თითქოს სხვა აღარაფერი არსებობს იმათვის, აი თითქოს ერთადერთი საფიქრე და საზრუნავი ეს გახდა თავისუფალ დროს ნახავენ თუ არა ეს არ დადაგიგები იქნება სკოლისა ბავშვებისთვის თუ შვებულება ალბათ უფროსებისთვის იმ წუთში საქართველოში მოდიან და რაღაცნაირად ცდილობენ რომ დაეხმარონ, დაგვეხმარონ მატერიალურად, კი არა მარტო უფრო სულიერად, მე ვიტყოდი. იცით საქართველოში ხედავენ, რა თქმა უნდა ხედავენ იმ უარყოფითებსაც, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად ის დადებითი თვისებები და დადებითი მომენტები მიაჩნიათ და ამიტომ ძალიან შეუყვარდათ საქართველო და ქართველი ხალხი. მე ვიცი რომ მათ ეგ წიგნიც გამოცეს. რა ქვია ამ წიგნს და რას ეხება ეს წიგნი? კი, ჩვენ დახმარებით გადათარგმნა უფროსმა გოგონამ, კრაიერების უფროსმა გოგონამ, რომელიც წელს ამთავრებს სკოლას ქართული საჭმელების რეცეპტები. და გამოსცეს უკვე წიგნი, ნახატებით. ეხლა წერილი მივიღე რომ უკვე გამოიცა ეს წიგნი და ამ ზაფხულს ჩამოვდნენ, ჩამომიტანენ საჩუქრად. ისე ქართული საჭმელები თუ მოეწოდათ? ძალიან მოწონთ, ძალიან და ეს ქალი თვითონ ოჯახის დიასახლისი ძალიან კარგი მზარეულია. და ყველაფერი უკვე ისწავლა და მგონი ჩვენზე კარგად აკეთებს. როცა იყავით იქ ქართულ საჭმელს თუ შეეძლო გაიკეთებინა? კი, როგორ არა, უკვე მე რო ჩავედი, უკვე მითხრა რომ ხაჭაპური გამოაწვა ესა და ეს ყველაფერი შეურიო უკვე თავისებურად. იცოდა უკვე ყველაფერი. კი, ძალიან კარგად აკეთებს ყველაფერი. მე რა მინდა იცით გითხოთ იქ თქვენ იმ პერიოდში იყავით როცა საქართველოში მართლაც დაძაბულობა იყო უაღრესად კულმინაციურ წერტილს აღწევდა ესეთი დაძაბულობა აი იქ პრესა ტელევიზია რა სადაც ხელი მიგიჭდებოდა და როგორ აშუქებდა ამ მომენტებს რაც ხდებოდა საქართველოში უფრო მეტად პრესაზე მიმიწვებოდა ხელი ტელევიზორი ჩვენ არ აქვს სახში მე და ჩემ მეგობარს ძალიან ხშირად, ძალიან ობიექტური მიმოხილვა იყო, მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცას წავაწყდებოდით, ნერვიულობდით, არ უნდა ყოფილიყო ასეთი რაღაცა, მაგრამ თავზევი ძალა არ ქონდა, ჩვენაც შეგვეძლო ვამბობდით საქართველოზე რა მდგომარეობა, ზუსტად შეიძლება ვერ ვამბობდით ვინ კარგია და ვინ ცუდი, მაგრამ ჩვენ აზრს მაინც ვეუბნეოდით ჩვენ მეგობრებს. და იქ არის ქართველთან, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია თუ ორგანიზაცია ზუსტად ვერ გეტყვით.
და იქ ზუსტად მაშინ მოეწყო შეკრება, სადაც ჟურნალისტებმა, რომელიც იმ რთულ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდნენ, გააკეთეს ასე მიმოხილვა, იცით, ვიდეო კამერაზეც ჰქონდათ გადაღებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ზეპირათაც გააკეთეს კომენტარი და გაუცებული დავში იმდენად ობიექტური იყო ეს ყველაფერი. მე ძალიან მესიამოვნა, რომ უცხო ხალხმა ასეთი კარგად გაიგო საქართველოს გასაჭირს. და ჩანდა რომ გარკვეულ მხარდაჭერას გრძნობდით არა? აი როგორი არის აი ხელ მამლის წვილი შემოვიდა ჩვენს მიკროფონთან. აი როგორი არის თქვა იქ როგორ თემდება, როგორი არის დილა გერმანული, თქვა შვეიცარიული განსხვავდება თუ გავს რაღაცით საქართველოს დილას? მამლის წვილის არ გავხიცებია გერმანიაში არასდროს. ისე კარგად მძინავს ხოლმე ვისენებ ევროპაში. დილა განსხვავდება კი. განსხვავდება. აი მზისამოსმა ალბათ თავისთავად. საინტერესო აი მზე რა მოდის. ახლა ჩვენ უყურებთ რაღაც ერთ წერტილის ვართ, ხო მიჩეული. აი იქ როგორ არის? აი ხომ არ არის ეს რაღაც კოსმიკური განსხვავება? მე როგორც ვიცი თქვენ გაქვთ სურათები გადაღებული კრაიერების სტუმრობის, არა თუ ვოლფგანგის ოჯახის ორივე. იქნება აჩვენოთ ახლა ჩვენ კადრში ეს სურათები. ჩვენ ოპერატორს ვთხოვთ ეს სურათები აჩვენოს. ერთი წუთით. კადრში ვაჩვენოთ ნაკეთები. და ახსენეთ ანუ ვინ არის ეს? ეს არის კრაიერების ოჯახი, მთლიანად მშობლები და სამი შვილი. ლუკასი, ანა კატარინა და სოფი. მშობლებს თომასი და მარიანა ჰქვიათ. თომასი პროფესიით არქიტექტორია. მარიანა ერთი პერიოდი სკოლაში მუშაობდა, ეხლა ექთანია. ეხლა მეორე სურათი. ამ სურათზე წინ არ ვიცი, ჩანს ალბათ კარგად, ვოლფგანგი და ანეტა მისი მეგობარი გოგონა, ჩვენთან სტუმრობისას და ჩვენი ოჯახის წევრები. ძალიან კარგი, ეგენი თქვენი ხშირი სტუმრები არიან უფრო. უფრო ვოლფგანგი არა, თქვენი ხშირი თუ კრაიერები? კრაიერები. საინტერესოა. ეს ურთიერთობა ალბათ ჭირდება არა მხოლოდ ვიწრო დაუშვათ ერთ რომელიმე სპეციალობას, პედაგოგიკას, არამედ ჭირდება ჩვენ ხალხს, ქართულ კულტურას, ქართულ ლიტერატურას, თქვენ მოგეხსენებათ ასეთი ტრადიციები საქართველოსა და გერმანიას შორის დიდი ხანი არსებობს. დიდი ხანია ჩვენი მწერლობა დაინტერესებული იყო თარგმნით უცხოური და მათ შორის გერმანული მწერლობისა, იმიტომ რომ გერმანული მწერლობა მსოფლიო კლასიკა, იქიდან მოდის ბევრი რამ. მე ვიცი რომ თქვენც დიდი ინტერესი გაქვთ გერმანული მწერლობისადმი, რომ თარგმნით გერმანულ ლიტერატურას, ის რა თქვენ გაინტერესებთ. ხომ არა გაქვთ რაიმე თარგმანი? ნანა, ისეთი რომელიცა ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავაცნოთ ჩვენს მაყურებლებს. ვინ თარგმნით, რომელი მწერალი? ნუ თარგმნი გოეთეს ლექსი, ნაპოვნი, ასე ქვია ამ ლექსს, მაგრამ მაშინ ჯერ არ ვიყავი გერმანისტი, ვიყავი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე. ანუ სტუდენტობისას მისცეს ეს ლექსი და უთხრეს რომ შეძლოთ რა გადაეთარგმნათ. ანუ მითარგმნოთ წკარედი და შემდეგ მე ეს ლექსი ვთარგმნე. ქართულად. აი ახლა მე იმიტომ ვკითხეთ რომ ეს ლექსი ჩემთან არის უკვე ქართული თარგმანი. ქართულ თარგმანს წავიკითხავთ და შემდეგ გერმანულად როგორ აღჟღერდება ეს ლექსი, თქვენ წაგვიკითხეთ, კარგით? შევთანხმდით ამას. რა ქვია ამ ლექსს? ეს ლექსი არის ნაპოვნი. მისი ქართული ტექსტი, რომელიც თარგმნა ნანამ, აი ასე ჟღერს. დღეში მივდიოდი ფიქრებით ჩემთვის, ვეძებდი არაფერს, მოწმეა ღმერთი და მაინც შევნიშნე, ყვავილი ციცკინა. ვით თვალი პატარა, ვარსკვლავი ციმციმა. მოწყვეტა მსურდა და შევჩერდი მეთხოვა. ნუ მომწყვეტ, დავჭკნები, თვალებით შემთხოვა. ვისმინე თხოვნა და ფესვებით მოვთხარე. შინ ბაღში წავიღე, ყვავილი მთრთოლვარე, კვლავ დავრგე, რა სიტყვა არის?
კვლავ დავრგე ლამაზი, მშვენიერ ადგილად, სიცოცხლე გრძელდება, ყლორდებად, ყვავილად. სწორად წავიკითხე რა, ეხლა გერმანული დედანი მოგვასმენია. Gefunden. Ich ging im Walde so für mich hin, um mich zu suchen, das war mein Sinn. Im Schatten sah ich ein Blümchen stehen, wie Sterne leuchten, wie Äuglein schön. Ich wollte es brechen, da sagte es fein, soll ich zum Nelken gebrochen sein? Ich grub's mit allen den Würzlein aus, zum Garten trug ich's am hübschen Haus und pflanzt es wieder am stillen Ort. Nun zweigt es immer und blüht sofort. და მინდა თქვენი აზრი პედაგოგებზე. კი, ახალგაზრდა პედაგოგები, მაგრამ მაინც გამოცდილება გაქვთ სამისო. როგორია თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს უბრალოდ აი პედაგოგი დღეს? მე ვთვლი, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა პედაგოგობა და დღესაც და ადრეც ეგრე იყო და ვთვლი, რომ აუცილებლად თავის საქმე უნდა უყვარდეს, აუცილებლად პატიოსანი უნდა იყოს. ბავშვებიც უნდა უყვარდეს. აუცილებლად. თქვენ რაზე თქვით მამა? მე მიუხედავად იმისა, დღეს რას ფიქრობენ პედაგოგებზე, მაინც ძალიან საპატიო პროფესიად ვთვლი პედაგოგობას და იცით მიხარია ერთგვარად ჯეჯერობით ამადრზე ვარ, რომ პედაგოგი ვარ. დღეს საკმაოდ დაძაბული ცხოვრებაა და ერთგვარად განვიმუხტები ხოლმე ბავშვებთან მუშაობისას. ბავშვები მაინც სხვანაირები არიან. რა ვიცი რა გითხრათ, ძალიან მიყვარს პედაგოგი. აეთი დამოვიწყე. აუცილებლად მცოდნეც უნდა იყოს, თავის საგანიც უნდა იცოდეს და ბავშვებთან მითხრას. ამით ძალიან ძნელი პროფესია თავთან. აი მე დავამატებდი, რომ ისეთი პედაგოგი, როგორც თქვენ დაახასიათეთ, არის ბატონი ნოდარ ყობახიძე. და კიდევ ერთი შეკითხვა, ეს ბოლო შეკითხვა არის. შეიძლება მოულოდნელი, მაგრამ მაინც უნდა გითხოთ. თქვენ ძალიან შეგიყვარდათ გერმანია, გერმანული ენა, გერმანელები, შვეიცარიელები, ნუ მაინც ენა იმათი ძირითადად ერთია. ასე შეკითხვა მინდა მოგცეთ. აი რომ მოხდეს დაუშვათ და ოჯახის შექმნაზე მიდგეს საქმე. პირდაპირ რომ გითხრათ, გათხოვდებოდით გერმანიაში ან შვეიცარიაში? თუ შემიყვარდებოდი, გათხოვდებოდი. ნამოსილოს რას ვიტყვი, გამიჭირდებოდა ალბათ, იცით. ძალიან ცნობიერი ვარ და ეს სიყვარული, რაც ახლა ჩემს გარშემო აქვს საქართველოში, რომ მომაგლდებოდა, ალბათ გამიჭირდებოდა, მაგრამ
თუ ის სიყვარული დაძლევს ამ სიყვარულს, თავის ზუსტად გადამჭირს პასუხს ვერ მოგცემს. ალბათ კი. ბოლოს მე მინდა გაგახსენოთ ერთი ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ერთი წერილი, ეს იყო 2 წლის წინ. საქართველოში ჩამოვიდა გერმანიიდან დელეგაცია. ბიზნესმენები გახდნენ ისინი, რომელთა მეთაური ბიზნესმენი თავის მოგონებას აქვეყნებდა ამ გაზეთში საქართველოში ყოფნის შესახებ. კერძოდ რას ეხებოდა ეს? 45 წელში 44-45 წლებში ეს ბიზნესმენი ახალგაზრდა ყმაწვილი, ასე 20 წლის, 19 წლის იმყოფებოდა საქართველოში როგორც ტყვე. იგი მოხვედრილა ბანაკში, ტყვეთა ბანაკში. აქ ასეთი ბანაკები არ იყო საქართველოში, როგორც საერთოდ არსებობდა, მაგრამ მათ ყავდათ, იზოლირებული იყვნენ მაინც. და იყო ერთი კატეგორია, როგორც ეს ბიზნესმენი წერს, რომ აი ძალიან დაავადებულები, აი რომელთა იმედიც უკვე აღარ ქონდათ და სააქაოს რომ მიტყვით ხოლმე, სააქაოს აღარ იყო. აი ამ კატეგორიაში მოხვედრილა ეს ახალგაზრდა კაცი, ტყვე. და იხსენებს რომ ერთ დღეს, აი როცა მე უკვე იზოლაციაში ვიყავი, როცა უკვე ჩემგან გამობრუნებას აღარ ელოდნენ, შემოვიდა 3 ექიმი ჩემთან. ერთი ახალგაზრდა გოგონა, ნუ ქალი, ახალგაზრდა ქალი, ასე 20-22 წლის ექიმი. ანუ მოგეხსენებათ მაშინ ახლა კონტაქტები საერთოდ არ შეიძლებოდა ასე პირდაპირ კონტაქტები ტყვეებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ავადმყოფები გახდნენ. და როდესაც საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს დიაგნოზი დასვეს, რომ მე აქ უნდა დარჩენილიყავი და გადიოდნენ, ეს გოგონა გვიან გავიდა, ესე იგი ბოლოს ეს გოგონა გადიოდა კარებში და მე მაშინ ვიცოდი რამდენიმე ქართული სიტყვა ამბობს. აი ეს სიტყვებია მინდა ეხლა მე თქვენ გითხრათ, რასაც ის წერს და ეს სათაური აქვს სხვადასხვა იმ წერილს. მოდი ჩემთან ლამაზო ქალო. ამ სიტყვებმა ეს ქალი გააჩერა ეს გოგონა კარებში, ექიმი იყო ეს გოგონა. მომიახლოვდა და მოვიდა ჩემთან. კიდევ ერთხელ გამსინჯა, უკვე ის ექიმები წასულები იყვნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მე გადამიყვანეს უკვე იმ პალატაში, სადაც მკურნალობდნენ უკვე ავადმყოფებს. მოხდა სასწაული წერს ბიზნესმენი. მე გამოვჯამრთელდი და რამდენიმე კვირის შემდეგ მე უკვე გამაცილეს საქართველოდან. მე ძალიან მინდოდა იმ გოგონასთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, მოდი ჩემთან ლამაზო ქალო, ის აეროდრომზე იმყოფებოდა, მაგრამ მე ეს ვერ გავბედე. და ეხლა თხოვს ქართულ მკითხველებს და საერთოდ ყველას. თუ ვინმე მე გვარი დასახელიც აღარ მახსოვს იმ და არ ვიცი უბრალოდ მე ხوار მეკითხავსო და თუ ვინმე იცნობს ან გაახსენებს ამ ამბავს, გთხოვთ მაცნობად. მე რაც შემეძლება, აი როგორც ბიზნესმენს, მასაც, მის ოჯახსაც, მის ნათესავებსაც და საერთოდ საქართველოსაც მე დიდ დახმარებას გავუწევ. საინტერესოა რა? აი რას ნიშნავს 2 ენის ურთიერთობა? ენების დაახლოება, რომ ქართულმა ენამ ის კაცი გადაარჩინა ქართული ენის ცოდნამ, გადაარჩინა სიკვდის, ფაქტიურად განწირული იყო. ასე გადაგვარჩენს ჩვენ ენების ცოდნაც, ურთიერთობაც, ურთიერთსიყვარულიც. და ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. ხომ ასე? დიდი მადლობა შეხვედრისათვის, ჩვენი საინტერესო მე ვფიქრობ შეხვედრისათვის. და მინდა წარმატება გისურვოთ თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაში, თქვენს ოჯახურ მომავალშიც. ეს იქნება გერმანია, შვეიცარია თუ საქართველო, გასაშვებად ნამდვილად არ მემეტებით მე პირადად სხვა ქვეყანაში, მაგრამ თქვენი ბედნიერება როგორც აეწყობა, ისე ყოფილიყოს. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობთ საუბრისათვის. დიდი მადლობა. ჩვენი ტელევიზიის პრეზიდენტის ბადრი ნანეტაშვილის სახელზე მოვიდა წერილი, მაყურებელისა გაგახსნათ ახლა ამ წერილს. ბატონო ბადრი, ძალიან მოგწონს თქვენი გადაცემები. განსაკუთრებული ინტერესით უყურებთ იუმორისტულ ფილმებს. ჩვენს სიხარულს იწვევს ფეიხუა. გთხოვთ შეგვახედროთ ფეიხუას შემსრულებელ მსახიობთან და კიდევ ერთხელ გვიჩვენოთ ფეიხუას გაცილება. ჩვენ ვასრულებთ თქვენს სურვილს, ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენს სტუდიაში მოვიწვიეთ ფეიხუას შემსრულებელი მსახიობი ფილმიდან ხოხბის ღვთის ნაპირები, ჩვენი ბატონი მიხეილ შავდათუაშვილი. იგი ახლა თქვენს წინა. მადლობა გადავხადოთ ჩვენთან მობრძანებისათვის და რამდენიმე შეკითხვა მინდა ვიცე მიშიკოს არა შეიძლება ასე გუგლავთ, ხო?
საინტერესო იყო თავისთავად ეს თქვენი ეს როლი, მე არ ვაზვიედებ ამას, იგი შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ საინტერესოა აი თეატრში როგორ მოხვედით, აი ხელოვნებას როგორ დაუკავშირდით. მოგეხსენებათ, რომ ქარელი დიდი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქია. ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში იქმნებოდა ისეთი დიდი სპექტაკლები, როგორიც არის ხელისბერი გოჩა, ელეონორა, დაზმა, პირველი ნაბიჯი, სადაც თამაშობდნენ ქარელებისთვის ისეთი წყინვალი ადამიანები, როგორიც იყო სულიკო ეკალაძე, შოთა ფრიუიშვილი, ბატონი გივი რამიშვილი, დოდო შევარდნაძე, რობიზონ ხანჩაველი, შურკა ხაჩატურიანი და მათ შორის მამაჩემიც შალვა შაბათუაშვილი. მე ხშირად მიხდებოდა ხოლმე ამ სპექტაკლებზე დასწრება ჩემის ბავშვობის პერიოდში. და რა თქმა უნდა, ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს თეატრალურ სიყვარულში. პირადად მე ნათამაშები მაქვს, ძალიან ბევრი როლი მაქვს ნათამაშები ახლა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო მაგალითად მონიკა ანდრიჩევი, არიელის როლი. კაცი ადამიანში ლუარსაბი, მე ძალიან მიყვარდა ეს როლი მაგალითად. შაითან ხიხოში ხალიფა და კიდე ბევრი რა. საინტერესო იყო, სხვადასხვა მასუს თქვენი ლუარსაბი ძალიან საინტერესო სახე გამოვიდა, ის მიუხედავად რომ ისეთ დიდი მსახიობის ჰქონდა ნათამაშები, როგორც ვასო გოძიაშვილი გახდათ და სხვა ჩანთლაძეც ჰქონდა საინტერესო სახე შექმნილი. მაგრამ აი ხა ჩვენ მაინც ეკრანთან მომოვიდეთ ისე. აი თვითონ რით იყო საინტერესო თქვენთვის ფეიხვას როლი? ჩემთვის ყველა როლი საინტერესოა. სიმართლე გითხრათ, უფრო კომედიური ჟანრი მიტაცებს. ისეთ სიმართლე გითხრათ, ნათამაშები მაქვს ხალიფა, შაითან ხიხოში, ბატონი ლუარსაბი და პრეზიდენტობაზე წამძლია თუნდაც ნახოთ როგორი პრეზიდენტობა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა რა. ძალიან დამაინტერესა პრეზიდენტობა. საინტერესო იყო იცით ახლა ჩვენ სხვადასხვა გადაღების მომენტში ბევრ პრობლემასთან მივყავთ. აქტიურად ჩვენმა მაყურებელმა არც იცის რომ იმპროვიზაციასთან გვაქვს ჩვენი საქმე და საერთოდ თუ გახსოვთ აი ფინალზე გადავიდეთ გაცილებით ეხლასი ჩვენ რეპეტიციას გავგვივიდა. ეს ისე იმდენად ისე მოვლოდნად მოხდა რომ მატარებელი შემოვიდა და ჩვენ დაწყობად ვერ მოვასწარეთ რომ და ის რაც ნახა შემდეგ მაყურებელმა ფაქტიურად ეს იყო იმპროვიზაცია. ეს რაც მოხდა ის ნახა ჩვენმა მაყურებელმა. რა სახის შექმნას ისურვებთ მომავალში? პირველ რიგში მე ვისურვებდი რომ ეს ჩვენი თეატრი აღდგარებოს ქარელის. აღდგეს რამდენი წელიწადია ქარელის აღარაფერი ვნახია. კი მართლა მივიდა. ნუ შეიძლება სხვა რაღაცა ვნახია, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი უნდა ნახოს თორე. რაც შეეხება ფეიხვას როლს, მე ალბათ ვისურვებდი პირველ რიგში ჩვენთან ჩამოგზანებულიყავით ახლა. ჩვენ შეგვიძლია ჯუნგლებში დახვედრა, მაგრამ ჯუნგლები კი არა ვარ. სტუმრად რა? ისე ალბათ კარგი იქნებოდა ეს ფილმი გაგრძელდეს. თვითონ ახლა მე ისე ვიცი რომ მაყურებელიც ყარ ნახოს ამბავს რომ უნდა თუ ეს ფილმი გაგრძელდეს და ნახონ კიდე. სხვადასხვა მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ მართლაც ვაპირებთ ამ ფილმის გაგრძელებას. ჩვენ გვინდა გადავიღოთ მესამე ნაწილი, როგორც მიშიკომ გითხრა, სტუმრად ვეწვიოთ მისსავე ქვეყანაში, პრეზიდენტის ქვეყანაში, ქარელითა დელეგაცია, ნახოთ როგორ შეხვდებიან ეს ინფორმაცია დამოკიდებული. მესამე ნაწილის გადაღება მართლაც დაიწყება უახლოეს ხანში და თქვენ ნახავთ უკვე ასეთი პირობის სახელწოდები ქარელები სტუმრად ფეიხვასთან. ახლა კი ნაწყვეტს გაჩვენებთ, მთლიანად ვერ შევძლებთ მთელი ამ ფილმის ჩვენება შეუძლებელია ფეიხვას გაცილების დასასრულს. ისე რომ თადარიგს ახლავე დავიჭერნე. მადლობა კიდევ ერთხელ მომძალებისათვის, ახლა ნახოთ ის ნაწყვეტი ფეიხვას გაცილებით. Говорит, пожалуй, Карелиеву. Дими, миртивада гули мыцкадеба, сертиви. Карелисе микуар, ругот, чеми джунглиеви. Чеми деда кабисеви, сертиви. Здесь сертиви там зимияра. Шакари маинц аракат, да, чакра чегергот, чеми чамуталини, сами томара хвили. Меоре ჩამოვა კატოს ჩამოვიდა. ოღონდ ტომატები შემინახე. არავინ მოიპარეო. ჩამოვალ მომავალ
პერისტვალება კარგი პერი გეკნება მაშინ გიჭურებთ თურქმენეთი გაძი გაიჭვას ლამპიჩუკები არ ჩაქრობოდნენ ქვენი კუპონები ჩავდეთ კუბოში დავით აღარებო დაიჭიბა მაგ ჩემი თვითრესიეთ მაგ ჩემი თვითმეც მემატოთ ერთი თუ არ შეუშვებს გართველები გალიაში გალიაში ჩამოვეყვან ათის განკი და მე ჩვენი არქივა სულ ჯიმ მაიქნება ჩემი დედა და თქვენი დედა გებიჭებით ძალიან შემიყვართ მივდივარ და შოთას კავოსავით მომდით ჩემზე ნახვამდი ჩემო სანდოს შვილებო სანდრის შვილებო დაბრუნდი შვილებო გერა შვილებო სანდო თელბო აბაში შვილებო ტარიელა შვილებო აკანდილა შვილებო გუდულა თებო მარჯანი თებო ნადირი შვილებო შავი და თეთრი და შვილებო ცივცივა თებო ცივ ღვინა შვილებო ციცუა შვილებო და ყველა შვილებო ახლა დასვლის წინ ერთი სურპრიზი მინდა შემოგთავაზოთ თქვენ იცით რომ მე 299 წოლი მყავს და სამას ერთი მაგლია და გადავწყვიტე თქვენი შეჯებროხდე ძალიან მომეწონა თქვენი საკიმანი და მინდა ოხფიცებით დავყვანო ოღონდ ერთი პირობით ძალიან თეთრია და ხოთ მოგება უპირდა შავად შეაგებინოთ თორემ ჩემი ცოლები არ მიიგებენ აუ პალაუ მე დავამთავრე დაყენის ნიშანი მისტერ ფეიქვა ახლა კი ჩვენ შემოგთავაზებთ სიურპრიზს ძვირფასო სტუმარო თქვენ გასაცილებლად კუნძულ ტაილიდან ქარიშის სპეციალურად ჩამოგზარდა პრინცესა ნარგიზ ნარცის ია ქეთია რომელიც იასრულებს ფრენდალი ვიზურის სიმღერას ხოთ პრინცესა
ჩვენი გადაცემის დასასრულს მოისმინეთ ერთი განცხადება. გადაცემა ტელერაუნდს ესაჭიროება დიქტორი მამაკაცი 16 წლიდან 30 წლის ასაკამდე. კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს კარგი მეტყველება, დიქცია, სასიამოვნო მიმზიდველი გარეგნობა, უმაღლესი განათლება, სასურველია თეატრალური. უნდა წარმოადგინოს თავისი ფოტოსურათი ზომით 6:9-ზე უქუდოდ. დაწვრილებითი ცნობებისათვის მოგმართეთ სტუდიაში. ჩვენი მისამართი არის შეიძლება შემოვიდე. შემოსული არა. აქ არა. ვინა? ვანსაბა. ჩიტირებიაში. ჩიტირებიაში. დიახ, ჩიტირებიაში. და გაგიგები რა? ჩემი ზოლი გიშპრები. არა, მე არ გამიგვიდა, მაგას არა მნიშვნელობა, თქვენი ზოლი რა გვარი. მაგრამ გაგნება. მე მინდა ტელევიზორების დირექტორი მინდა გამოვიდე. დირექტორი ყავს ჩვენ ტელევიზიაში. აი წეგან რომ აცხადები დირექტორი თუ დოქტორი თუ რაღაც. დიქტორი. დიქტორი, გასაგები. კი, მე გამოვაცხადე წეგან, აი ხლა ამ წუთში გადავეცეს. ოდა მე მინდა დირექტორი გამოვიდე. დიქტორი გამოვიდე. ხო, კი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დიქტორობა? ისე ამას რამდენი რაღაც უნდა, აი თქვა მაცნე რომ მიყავს შეგიძლია შემეცნო. როგორ არ შეიძლება? ყველაფერი შეიძლება. ამას წაკითხვა უნდა თქვა, უნდა წაიკითხოთ ცნობა მაცნეს შესახებ, რომ დღეს გაიმართ შეგიძლიათ ასე? როგორ არა? გამოცემ. ძალიან მიხოცე. იცით, მე გონი რომ თქვენ ამას ვერ შეეძლოთ. როგორ არ შეიძლება? ძალიან გთხოვთ. სამთანებო მეგობარო ვანცა რა? ვანცა. ჩიტირებაში. ხო, ჩიტირებაში შესანიშნავი გვარია. მეგობარო ვანცა. ხესნობიში ძალიან გთხოვთ. ახლა გადაცემა მისაგერ უკვე უნდა გავაგრძელოთ მე. ჩვენი გადაცემა ძალიან პატივცემო. ძალიან გთხოვთ. ძალიან გიხოცეთ. იცით რა, აქ საჭიროა გარეგნობა ლამაზი იყოს დიქტორი. მე გითხარით ამის შესახებ რა? როგორ არა ლამაზი? მეგობარო ვანცა, ბატონო ვანცა. მე გთხოვთ, გადაცემა უნდა გავაგრძელოთ და ხეს უნდა შეგეძლო. ვი ძალიან გთხოვთ გამოცადეთ. გამოგცადოთ. ნუ კარგი, ესე იგი არის, თქვენ უნდა გამოგცადოთ. უნდა აი თქვენ დარწმუნდეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დიქტორობა და მე გამოგცდით მაინც გამოგცდით. კარგი, გამოცადეთ. კარგი. აი ხომ მე ტექსტს წავიკითხავ. გადაცემის ტექსტს. თქვენც გაიმეორებთ იგივეს მე რასაც ვიტყვი და რასაც გავაკეთებ. გასაგებია? გასაგებია. მას კარგი. ალბათი თავი ასე მიატრიალეთ ობიექტივისაგან, უყურეთ ობიექტივს, ასე კარგია. ხო, აბა ეხლა მე დავიწყებ. ისაგენ? არა, თქვენ ვერ გამიგეთ. თქვენ ვერ გამიგეთ. არა, მე ჯერ კი არ დამიწყია. მე არ დამიწყია, ჯერ თქვენი გამოსწრა. აცმე დამიწყე თქვენი გამოსწრა. ბოდის გიხდი პატისემო ტელემაყურებლობა აქ. ბოდის გიხდი პატისემო ტელემაყურებლობა აქ რაღაც. ბატონო ვანცა. მე არ დამიწყია, ჯერ თქვენი გამოსწრა. მე არ დამიწყია, ჯერ თქვენი გამოსწრა. მე თქვენ აგიხსენეთ, რომ ჯერ არ დამიწყია თქვენი გამოსწრა და მომეცით საშუალება. მიბძანე ძალიან. კი, მაგრამ მე თქვენ ვერ გამიგე. აი, იცით რა შეესახება? აი, მაგალითად. კი, მაგრამ რაღაცი. ნუ გამოვიყავ მდგომარეობა. ძალიან ხალხი გვიყურებს ჩვენ. ძალიან ხალხი გვიყურებს. უხერხო მდგომარეობაში მოვაყენებ. მიბძანე მეგობრო ძალიან ხო. ძალიან. აღარ შემიძლია. მაგრამ თავს არ გამანდე. არ გაფალგარე. რამდენჯერ უნდა გითხრათ, გადაცემა უნდა გავაგრძელოთ. რამდენჯერ გითხრათ, გადაცემა უნდა გავაგრძელოთ.
აღარ შემიძლია მე. აღარ შემიძლია. ძალიან თქო გაიყვანეთ ეს კაცი. ძალიან თქო გაიყვანეთ ეს კაცი. იბძანეთ აქედან. იბძანეთ აქედან. იბძანეთ აქედან. თავიდანვე მეგობარო. თავიდანვე მეგობარო. აღარ შემიძლია გამოვდეთ კამერა. აღარ შემიძლია გამოვდეთ კამერა. კიდევ ერთხელ ბოდის გიხდით. ძირფასპელი მაყურებელობა გაუგებრობა მოხდა. ნუ გასაგებია, კაც სურვილი აქვს იყოს დიქტორი, ეხლა ძალიან სასიამოვნო პროფესია არის ეს მიმზიდველი. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო აი განცხადება, რომელიც წეგან მოგესმენინეთ, რომ ჩვენ მართლაც გვესაჭიროება დიქტორი მამაკაცი 16 წლიდან 30 წლის ასაკამდე. ისე თქვი რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა გქონდეს კარგი დიქცია, მეტყველება, გარეგნობა, ეს ყველაფერი საჭიროა. ფოტოსურათი უნდა წარმოადგინოს თავისი 6-9-ზე უქუდოდ. დაწვრილებითი ცნობებისათვის, სურველებმა დაწვრილებითი ცნობებისათვის მოგმართეთ სტუდიაში. ჩვენი სტუდია ყოველდღე მუშაობს, ამიტომ სასურველი იქნება რომ თქვენ გამოიაროთ დილის 9 საათიდან 4 საათამდე დაახლოებით. კაცო შენ ისე ვთქვა. აქავა. კი მაგრამ ეხლა გითხარით ზეღა თქვენ არ შეგიძლიათ ეს რატომ არ დავანებეთ თავს? როგორ არ შეიძლება? აგიცნით რომ რა ჭირდება დიქტორს, რა არის საჭირო, რა მონაცემებია სამისოთ საჭირო, ისე თქვენ მაინც მოგედით აქ ჩვენთან. თქვენ ვერ შეძლებთ გითხარით დიქტორობას. ისე სიმართლე გითხრათ, მე არც მჭირდება დიქტორი, მარტო აღარ მჭირდება, ჩემი სიტყვები სადაც გასაგებია მაყურებლისათვის და მე მგონია რომ არა საერთოდ რომ თქვენი ლაპარაკი ყველასათვის გასაგები იყო ეს. რადგან ყრუმუჯები ვერ გაიგებთ თქვენ ლაპარაკს. მე გავუთარგმნი. კი მაგრამ ქარეში არ არის ეს კატეგორია მე როგორც ვიცი. ქარეში საერთოდ ყველგან არის. და თქვენ შეგიძლიათ ეს გავაკეთოთ? დიახ შეიძლება. არ ჭირდება ჩვენ მიყავს გადაცემა მათ გარეშე. მე ძალიან მკვდრ მე ვიქნები. შეგიძლიათ? დიახ. გადავუთარგმნი. კარგი, თავიდანვე და ოღონდ ეს. ძალიან მკვდრ გამოცემულია. კარგი. მე გამოსდა თქვენი აღარ ნაღლად არ შემიძლია. მე მინდა მაყურებელს თქო. გამოგცადოს, შემდგომ მოგწეროს, გავაგებინოს როგორი იქნება მაგისი. დიახ. ეს რა? ჩემი ბავშვების სურათია. მე მგონი მოგეწონება. არა კარგად დააგვიდი. ბავშვების სურათია რა? დიახ. კარგით, კარგით. კარგით გამოგცდით, ოღონდ მაყურებელმა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამასთან. რა თქმა უნდა. აბა უნდა წეს. გავუცდებით. ძირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის დასასრულს მოისმინეთ რამდენიმე ოპერატიული ინფორმაცია ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრებიდან. მოიმზადე? დიახ. დღეს გაიმართა საქართველოს პარლამენტის მორგის სხდომა. სხდომამ განიხილა საკითხი. გამოუცხადოთ თუ არა ამერიკას ომი. კამათმა მწვავე ხასიათი მიიღო, რაც ექსცესებში გადაიზარდა. გაისმა სალანძღავი სიტყვები, იყო გაწევაც. ბოლოს პარლამენტმა გადაწყვიტა, გამოუცხადოთ ომი მას შემდეგ, რაც რუსეთს დავამარცხებთ, ოღონდ მანამდე უნდა ვთხოვოთ ღრმად პატივცემულ არძიმბას იქნებ შევიშვას აფხაზეთში. დღეს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიიდან ჩამოიტანა ჰუმანიტარული დახმარება. მათ შორის არის საკვები პროდუქტები და მედიკამენტები. ახლა მთავარია ჰუმანიტარული დახმარება მივიდეს დანიშნულების ადგილზე. საინტერესოა მივაკი დანიშნულების ადგილამდე. გუშინ გაიმართა ფინალური შეხვედრა ფეხბურთში საკლუბო გუნდებს, ქორებსა და ოჩებს შორის. გაიმარჯვეს ოჩებმა ანგარიშით 2-1 და ფინალში გავიდნენ. მოისმინეთ ამინდის ბიუროს ცნობა. ხვალ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია სიცივე.
დაბლობ რაიონებში დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს. მოსალოდნელია სერფაც. ქარელში დილით სიცივე, შუადღისას სიცხე, შემდგომ ისევ სიცივე, შემდგომ ისევ დაცხება, შემდგომ დღეებში ისევ აცივდება, შემდგომ დღეებში ისევ დათბება, დილით სიცივე, შუადღისას სითბო, საღამოს გამოირთობა სინათლე და შეწყდება სატელევიზიო გადაცემა. ამით ვამთავრებ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. მომავალ შეხვედრამდე.